რატომღაც ჩემი დილა ისე არ დაიწყო, როგორც მეგონა რომ დაიწყებოდა, როგორც ყოველ დღე იწყებოდა, მაგრამ რატომღაც დილის სამხედრო წვრთნების ხმაზე და შემდეგ მათ სიმღერაზე დაიწყო რატომღაც ესე მოხდა. მეც არ ვიცი. რადგანაც ჩემი მაგიდა ცოტათი არეულად გამოიყურება, მოდი ამას ასე გამოვწევ, მაგრამ დიდად არც არაფერს არ მალავს. მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ეს ვიდეო დაიდება ახლა, ესე იგი წინა ვიდეოც დაიდო და წინა შუტურები ისმინეთ. თუ ისმინეთ, ეგ მახარებს. მაგრამ თან არ მახარებს, იმიტომ რომ ცოტა უცნაური შეგრძნებაა, რომ შეიძლება ვიღაცა უცხომ ნახოს. მართლა რატომ ნახოს ვინმე უცხომ, რა შეინტერესებს. Anyways, აქაური მთავარი პრობლემა არის ის, რომ აქაურ requests ვერ მოჩვევი, ანუ ჩინელებს შეუძლიათ ერთი ძალიან დიდი ჯამი ნუდლსების ჭამონ. მე არ შემიძლია. ამიტომ ყოველ დილით მივდივარ მაღაზიაში და ვყიდულობ აი ამას. დღეს ეს ნახე. და აი ამას ვჭამ. იმიტომ რომ ძალიან გემრიელია. და კიდევ გუშინ ეს ვიყიდა, წინაზე მომეწონა სნექი. რა არაფერი მიჩვენებია, მაგრამ ხილი ვიყიდა, როგორც იქნა რაღაცები მოიტანეს ხილი და ბოსტნეულის მოტანა დაიწყეს და იდეაში ჩემი საჭმელიც ეგ არის, იმიტომ რომ მეტყველი ვარ. ой. ეს გეგმები არ მაქვს, გარდა იმისა, რომ მოვიდე, ანუ გავიდე, ვჭამო, ქალაქის რაღაცა ნაწილი ვნახო და მოვიდე უკან და გაკვეთილი ჩავატარო და დავიძინო. ეს პირველად რომ ვიყავი ჩინეთში, მაშინ გავსინჯა dragon fruit და ზოგადად მესმის ხოლმე, რომ არ მოწონთ. ვერ ხვდები რატომ არ მოწონთ. იმიტომ რომ მე პირადად ძალიან მომეწონა და რაც აქ ჩამოვედი, ძალიან ხშირად ვყიდულობ ხოლმე. ძალიან ხშირად რა, მეორედ ვიყიდე. მესამედ. როგორ მოხდა ყველაფერი არ ვიცი, მაგრამ ჩემს საპირფარეშოში ონკანის მილი გაფუჭდა. ონკანის მილი. ქვემოთ რაც უერთდება, წყალი ჩამოდის. მე არაფერს არ ვამბობ, არც ვეხები სიმართლე გითხრათ, იმიტომ რომ უბრალოდ წვეთავს და იმის მოწმენდა შეიძლება და მე საერთოდ არ მინდა რომ შარში გავეხვიო და არც ვინმე მინდა რომ მე დამაბრალოს მაგის გაფუჭება, მეტყვი რომ მე არ გამიფუჭებია. იმიტომ რომ ეგეთი იყო. ბოლოდ ეხლა შევამჩნიე. იმიტომ რომ ხმა მომესმა რომ რაღაცა წვეთავდა საპირფარეშოში და ეს არ გამიშინდეო საკრაში ჩამოვედი. ამას ვყიდულობდი ოღონდ შაოს. ეს ყავისფერია. ყავის სუნი აქვს. Cheers. ნორმალურია. ამის გახსნის გადაღება დამეზარა, მე მინიმუმ და დამედოზებ და ეგეც დამეზარა. შიგნით აქვს ხილი. ხელი ხილი და ნიგოზი. ნიგოზის ნაწილი დიდად ვერ მხიბლავს, მაგრამ ხოლმე დანარჩენი ძალიან კაია. ბროწეულისაც იყო, მაგრამ ბროწეული გუშინ მჭამე და დიდად არ მომეწონა, არ გავსინჯა. თქვენი აზრით რომ შევუერთდე.
მეუნდეგები იქნებიან. მე მგონია რომ არა. შეიძლება რომ დადგე და უყურო. არ ვიცი. რატო არ შეიძლება რომ დადგე და უყურო? მაგრამ არ შემიძლია რომ ვინმე დამდგარიყო და უყურებდეს. ამიტომ მე როგორც ზრდილობიანი ადამიანი უბრალოდ ფანჯრიდან უყურებ. ზრდილობიანად. საკმაოდ ზრდილობიანად. ანუ შეუმჩნევლად. ოღონდ ეს სტალკერულად არა. ეს უბრალოდ გავიხედავ და ой, აქვე არის. ჩანს. ხარგზა. სხვადასხვის დღეს მოღრუბლულია. გარეთ რო გავედი, არ დავიწვი. ნიგრე რა. ხო შეიძლება. შეძლებია. ქაურობასაც. იცი რაღაცე. მაგრამ სამაგიეროდ გუშინ იყო საშინელება. არ ვიცი მაგას რა ზეცართავი შეიძლება მოვფიქრო. არ გვაქვს მგონია რა ვიცი მდიდარ სამეთყველო ენაში არ გვაქვს ეგეთი სიტყვა მგონი. და არც სხვა ენებს არ აქვს, არც ერთ ენას არ აქვს ის კონკრეტული სიტყვა, რომელიც გუშინდელ მდგომარეობას გამოხატავს. ჩემი აზრით. ხალი ნახატი დავიწყე და დავამთავრებ, მაგრამ იდეაში დღეს ეხლა, იმიტომ რომ საქმე არ მაქვს არაფერი. გუშინ მტვირთავდი ვიდეოს, რომელიც ძლივს დავამონტაჟე. მთელი სიფრთხილით. მაგრამ ვერ ხვდები რატომღაც YouTube-მა ჯერ იყო და ერთ არხზე ავტვირთე, რომელზეც დამიწერა, რომ ძალიან გრძელი ვიდეოა და შესაბამისად ამ ვიდეოს ვერ ავტვირთავდი. მერე გავაკეთე მეორე არხი, რომელზე ავტვირთვასაც მომდა ზუსტად 3 საათი. წინა არხზე 2 მომდა. აიტვირთა და თვითონ YouTube-მა წამიშალა. მერე გავასაჩივრე და ეხლა ველოდები, რომ დაიდოს, რომ მერე გავიგო ბოლო-ბოლო ამ ვიდეოს დამონტაჟებას აზრი აქვს თუ არა საერთოდ. ეს მგონებ თქვი წინა ვიდეოში, რომ ერთი ადგილი აღმოაჩინე, სადაც საჩემო საჭმელია თქო. მაგის გვერდზე კიდე აღმოვაჩინე ერთი ადგილი, სადაც ცოტა უფრო მეტი ვარიანტები ჰქონდათ საჭმელის და თან ოჯახური ბიზნესი არის აშკარად და ძალიან საყვარლები არიან, იმიტომ რომ ყველა მან მუშაობს დედაც, მამაც და შვილიც. დიდი ალბათობით ოჯახის წევრები არიან რა. მე რასაც ვუყურებ, ოჯახის წევრებს გვანან. ძალიან. მათი ქცევებიდან, ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულებიდან და ასე შემდეგ და ძალიან გვანან ფილმის პერსონაჟებს. აი რომელიმე ძველი ჩინური ფილმის პერსონაჟებს გვანან ძალიან. არ ვიცი როგორ ავხსნა. ზოგადად ჩინურ დღევანდელ სერიალებშიც, თანამედროვე სერიალებშიც გვხდება ხოლმე ეგეთი პერსონაჟები. აი ოჯახური ბიზნესი რომ აქვთ სასადილოსი მაგალითად და ყველა რომ მანდ მუშაობს ცოტა საშუალო ფენა მოდი ესე ვთქვათ რა. ძალიან ხასიათებითაც ძალიან გვანან ფილმის პერსონაჟი. საუბრის მანერი მგონია რომ კამერით უნდა დაყვებოდეს ვინმე და იღებდეს. უპს. უღებდეთ მთლიანად მათ და მგონია რომ რაღაც ფილმში თამაშობენ რა და უბრალოდ სადღაც მგონია რომ შეიძლება სადმე მართლა იყოს კამერა და სადღაც შეიძლება კადრში მეც გამოვშენდე. სტატის ტერიტორიას რომ ვწდები, თავინაკლებად იდიოტი მგონია, ამიტომ და ეხლა გაჩვენებთ პატარა ქუჩას, სადაც დავდივარ. მგონია რომ ძალიან ლამაზია.
სულ მოპედებით გასახლა. არ ვიცი რამდენად ჩანს ახლა. ჩინეთში პირველად მეცადეთ, არის რომ ძალიან პოპულარული ტრანსპორტი არის მოპედები, სკუტერები და ველოსიპედები. მანქანებზე მეტი ეგენია. ამიტომ ველგან ძალიან ბევრ ველოსიპედს და სკუტერს ნახავ. ველა მაგით მოძრაობს აბსოლუტურად. ეს არის ჩემი უნივერსიტეტის მთავარი შესასვლელი რეალურად. აი ეს ადგილი და აი იქით სულ ჩამწკრივებული არის მოპედები და არის კიდევ მეორე შესასვლელი საითაც ასევე სულ მოპედები არის დალაგებული. აქეთ არის ძალიან დიდი ქუჩა. უბრალოდ ჩემი პირველი შოკი იყო, როდესაც ოჯახები ისხდნენ სკუტერებზე, ოღონდ ძალიან პატარა ბავშვები, ან 3 კაცი იჯდა ხოლმე სკუტერებზე. ხოლმე რა, იჯდა რა, სხედან. 3 სხედან ხოლმე. პატარა ბავშვები, სადღაც შუაში ყავთ ჩაჯენილი. და ისე ატარებენ. ეგ მე ცოტა მეუცნაურება მაგალითად, იმიტომ რომ მე ვერასოდეს გავუსკავდი ეგეთ რაღაცას. ხელსაც არ კიდაბენ ხოლმე ხანდახან რომ არ გადმოვარდეს ბავშვია მაინც. ბავშვმაც იცის. როგორ უნდა დაჯდეს ისე რომ არ გადმოვარდეს. შეიძლება ეხლა არ ჩანს, მაგრამ გზა არის სველი, რათან მოგრუბლულია და რა თქმა უნდა ქმნის იმის წარმოდგენას რომ იწვიმა. რეალურად არ უწვიმია. უბრალოდ ეს არის უცხელესი ქალაქი. ხო, შესაბამისად აქაურობას აგრილებენ გზებს. არის ძალიან დიდი მანქანები, რომლებიც წყალს ასხავს. და მაგითი აგრილებენ მოკლედ ძირს ყველაფერს. მაგრამ დღეს ძალიან კაი ამინდია. კარგ ამინდში უგულისხმობ რომ მოგრუბლულია და სიგრილეა. კიდევ არის მოპედები. აქ. ეს ეხლა აქ ძალიან ცოტაა. გონია რომ საკმაოდ შორს წამოვედი და გზა რო გავაგრძელო დავიკარგები, მაგრამ საქმე ისაა რომ ვისაც არ უნდა კითხო, ყველას ეცოდინება სად არის ეს უნივერსიტეტი, ამიტომ თავს მაგით ვიმშვიდებ. იდეაში მგონი აქეთ მართლა არაფერია და სჯობს უკან წავიდე. უკან წამოვედი. რომ საჭმელი ვიყიდო. ჩემი. წავიდე სახლში, ვჭამო. მერე ისევ გამოვიდე გარეთ და ვიარო. იმიტომ რომ სხვა საქმე არ მაქვს. გამარჯობა, ისევ. მოკლედ, წინა ვიდეო იქიდან გამომდინარე გავწყვიტე, რომ გადასაღები აღარაფერი აღარ იყო გარეთ, შესაბამისად არც არაფერი გამიკეთებია კიდევ პლუს მაგ დღეს, ამიტომ დღეს მივდივარ კათოლიკურ ეკლესიაში, რომ ვნახო როგორი კათოლიკური ეკლესიები აქვს. აქ ვინც გავიცანი, ისინი მიდიან და მეც მივყვები. ამიტომ თქვენც გაჩვენებთ როგორი კათოლიკური ეკლესიები არის ჩინეთში. 车辆起步，请各位乘客坐好，扶稳，不要在车厢内随意走动。下一站， You can introduce 莲 yourself. 峰村。Please hold on. The bus is about to move. Please wear your face mask on the bus. Next stop, 莲峰 Village. And this is Michael, not really interesting. 远离非法集 ავტობუსში 合， ვართ და 守住 მივდივართ 钱袋子， კათოლიკური ეკლესიის 扶好 სანახავად. 长沙公交集团提醒您，莲峰村。 ამიტომ სამოვედით მეტროდან. მეტროს გადაღება რა თქმა უნდა დამეზარა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ხალხი იყო და ეხლა მივდივართ ეკლესიაში. და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ შიგნით გადაღება შეიძლება. და აქ მოგრუბლულია და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ იწვიმებს.
მოვედით ეკლესიაში. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ შიგნით გადაღება შეიძლება. გარეთ ძალიან ლამაზია. ცოტა ხნით გარეთ გამოვედით, ან გაწვიმდა. მაგრამ შიგნით ვიდეო გადაღება არ შეიძლებოდა, არც ფოტო. მესმის ფოტომაც, განსაკუთრებით ფოტოების. უბრალოდ ხომ შეიძლება რომ მოგცენ უფრო მაგალითად გადაიღო 2 წუთიანი ვიდეო შიგნით. რაც თქვა. აი ფოტოებზე მესმის. ადამიანები შეგნება რომ ვიცი ხატებთან პოზიორობას დაიწყებენ, მაგრამ ვიდეოზე ხოლმე არ ხდება. რატომღაც არანაირი სურვილი არ მაქვს გზაით გადავკვეთო, სადაც შუქნიშანი არ არის. არც ისე კარგი გამოცდილება მექნება ვიცი ზუსტად. წყლის საღებად გამოვედი ცოტა ხნით და თან ცოტა ჩახუთული ჰაერი იყო და ერთი გამოვივლი ცოტას. უბრალოდ ძალიან მინდა რომ სადმე შუქნიშანი ვნახო და იქ გადავკვეთო გზა. იმიტომ რომ აქ იყო ზებრა დახაზული, მაგრამ არ ვენდობი, არც თქვენ გირჩევთ თუ ჩინეთში ჩამოხვალთ. არ გირჩევთ სადმე უშუქნიშნო ზებრაზე გზის გადაკვეთას. ფინალები საერთოდაც შუა გზაზე გადადიან ხოლმე, მაგრამ ეგენი მიჩვეულები არიან და ჩემთვის ეგ უცხოა ძალიან. გადასვლა აღარ მომიწია. იქვე ვიყიდე. იყო მაღაზია. და კიდე რაღაცა ბანანის შიგ თავსით იყო პური და ეხლა მოვედი ისევ ეკლესიაში. ფიქრობ რომ კიდე ცოტა ქვემოთ ჩავისაირნო. არ ვიცი. იმიტომ რომ რაღაცნაირი მომენტია საქართველოში ჩვენს ეკლესიებში არ ვყოფ რა წლებია უკვე და აქ გაჩერებაც რაღაცნაირად მიჭირს. უკვე ვხვდები რატომ. ესეთი შესასვლელი აქვს. იმედია ამის გადაღება მაინც შეიძლება, არ ვიცი. How was your day? How did you feel about being there? გამოვედით ეკლესიიდან და ბრუნდებით უკან კამპუსში რომ ვჭამოთ. ან მე რომ ვჭამო, იმიტომ რომ დღე არაფერი მიჭამია. Yikes. რეალურად საერთოდ არ მქონდა დაგეგმილი რომ ჩემი კვირა დღე ეკლესიაში გამეტარებინა. Are we going to see the city today? But like, I don't think that we're gonna have time. Metroში ვართ და ეხლა გაჩვენებთ მეტროს რანაირია. ესენი არის კარები, იმისათვის რომ არავინ არ ჩავარდეს იანდაკებში. იმიტომ რომ ძალიან ბევრი ხალხია. მოკლედ, რა თქმა უნდა, უკანა გზაზე აღარაფერი გადამიღია და არც იყო არაფერი გადასაღები შესაბამისად აღარ ვიწვალე. უბრალოდ გაჩვენებთ ეკლესია როგორ გამოიყურებოდა შიგნიდან. პატარა ძალიან საყვარელი კადრი დავიჭირე ჩემი აზრით. და დღეისათვის სულ ესაა, შემდეგისთვის იმედია უფრო საინტერესო ვიდეო მექნება.
რეალურად არ მექნება, მაგრამ ნახოთ. კარგად.